მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ყველას მადლობას მოგიხდით იმისთვის, რომ ხართ ჩემთან ერთად. მადლობა არხის გამომწერებს, მადლობა ვინც ჩემს გაშლებს, მილაიქებს, მიკომენტარებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და არხის განვითარებისთვის. და მინდა შემოგთავაზოთ ახლა ასეთი გაშლა, რა სიახლე შემოდის აგვისტოს ბოლომდე თქვენს ცხოვრებაში. ვისთვის იქნება ეს გაშლა? იმის მიხედვით, ენერგიების მიხედვით, მიხვდებით, რამდენად თქვენია ეს ინფორმაცია, რასაც გავაჟღერებ. მათ ვნახოთ, როგორ ენერგიებში იმყოფება ამჟამად პიროვნება, ვისთვისაც ეს გაშლა იქნება. როგორ ენერგიებში იმყოფებით ამჟამად. როგორ ენერგიებში იმყოფებით ამჟამად. ჩემო ძვირფასებო, ეშმაკის არკანი ამოვიდა, შესაძლებელია ამ მომენტში ძალიან რთულ პერიოდს გადიხართ. რთულ პერიოდს გადიხართ, შესაძლებელია განიცდიდეთ მზეწოლას, მიჯაჭვულობას. შესაძლებელია თქვენს ცხოვრებაში რაღაც ისეთი ხდებოდეს, რასაც თქვენც ვერ უძალიანდებით, ხო? შესაძლებელია ან ხართ პიროვნება, ვინც ცდილობს სხვების მანიპულირების საშუალებით რაღაცის შენარჩუნებას, ან ხართ პიროვნება, რომლითაც მანიპულირებენ და მანიპულირების მსხვერპლი, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასებო. საკმაოდ რთულ პერიოდს გადიხართ, ძალიან არ არის გამორიცხული, რომ თავში გიტრიალებდეთ ისეთი ფიქრები და ისეთი აზრები, რომელიც სასიკეთო არ არის თქვენთვის. კიდევ გავიმეორებ, ან შესაძლებელია იყოთ სიტუაციის ან გარემოების მსხვერპლი, მიჯაჭვული, რაღაც მიჯაჭვულობა გქონდეთ, ან მავნეჩვევა, ან რაღაც დამოკიდებულება, რომელიც არ გაძლევთ რაღაცნაირად წინსვლის საშუალებას, ხო? მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ყველანაირად ცდილობთ თითქოს, რომ აი ამ მიჯაჭვულობიდან, შესაძლებელია ეს მიჯაჭვულობა იყოს პარტნიორულ ურთიერთობაში, ხო? ტოქსიკურ ურთიერთობაში იმყოფებოდეთ ზოგიერთი და ცდილობთ, რომ რაღაცნაირად დაასრულოთ ციკლი, რომელიც არ გაძლევთ წინსვლის საშუალებას, დაასრულოთ და რაღაც გაერიდოთ, გახვიდეთ ამ იმიდან. ზოგიერთი შესაძლებელია იმყოფებით სასიყვარულო სამკუთხედში. ან შესაძლოა ყველასთან, რა თქმა უნდა, არ იქნება სასიყვარულო სამკუთხედი, მაგრამ შესაძლებელია პარტნიორისგან გაქვთ ძალიან დიდი გულის ტკენა. პარტნიორისგან, ახლობლისგან იმედგაცრუებული ხართ ერთი სიტყვით, იმ გარემოცვისგან, სადაც გიხდებათ ერთი სიტყვით ყოფნა, ხო? იმიტომ რომ სამიანი ხმალი ამოვიდა და გინდათ რაღაცნაირად თითქოს, აი იცით, როგორი მომენტია, ძალიან იმედგაცრუებული ხართ და ძალიან ბევრი ვიტყვი, რომ გადის ძალიან რთულ ეტაპს, კარმულ ეტაპს, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ეს ეტაპი უკვე სრულდება და თქვენს ცხოვრებაში რაღაც სასიკეთო ცვლილებები შემოდის. ზოგიერთი შესაძლებელია აი ამ გაკვეთილებმა, აი ამ წარსულმა გულისტკენებმა, პარტნიორთან თუ ახლობლებისგან გულისტკენამ, ხო, არ აქვს მნიშვნელობა, იმდენი რამ გამოიარეთ, რომ ზოგიერთი არ არის გამორიცხული, რომ მორწმუნე გახდით, ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობთ, შესაძლებელია მოძღვარიც ყავთ, შესაძლებელია მოკლედ იწამეთ ერთი სიტყვით, იწამეთ იმის, რისიც გწამდათ. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ რთული პერიოდი გაქვთ მანამდე გამოვლილი, რთული პერიოდი. შემოკარგებო, საჯარო გაშლა და რაც თქვენია ინფორმაცია, ის ინფორმაცია მიიღეთ და ის ინფორმაცია გაითვალისწინეთ ერთი სიტყვით. კიდევ რა ხდება თქვენს ენერგოსივრცეში. ნგრევა მოხდა აქ, ჩემო ძვირფასებო. აქ მოხდა ნგრევა ოცნებების, ნგრევა პარტნიორული ურთიერთობების, ნგრევა იმის, რასაც ასე ვთქვათ, დიდი ხანი ვთქვათ აშენებდით, დიდი ხანი ელოლიებოდით, ზოგიერთმა შესაძლებელია დატოვა ურთიერთობა, მიატოვა ყველაფერი და რაღაც სიახლეში, მაგრამ ეს მიტოვება, მინდა გითხრათ, რომ ეს დატოვება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, მაგრამ უკვე იმ ისეთი სიცხადე მოვიდა თქვენს გონებაში, უკვე მიხვდით, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, რომ საჭიროა რაღაც რომ ახალი გზები მოძებნოთ, ხო, რაღაც ახალი გზები. აი თავად თქვენ ამოხვედით, დასტის ძირზე მაქვს კვერთხის მეფე, ჩემო ძვირფასებო. ერთი სიტყვით ძალიან ბევრმა აქ ანალიზი გააკეთა იმის, რომ
ისე ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება როგორც აქამდე იყო, ხო, როგორც აქამდე იყო. მოხდა ყველაფრის გადაფასება, ფასეულობების. ეს შესაძლებელია ძალიან მტკივნეული იყო, კიდევ გავიმეორებ, მაგრამ აუცილებელი იყო, რომ ეს ასე მომხდარიყო. ყოველ შემთხვევაში ძალიან ბევრმა ეს გულისტკივილი განიცადა პირად ურთიერთობაში, ჩემო კარგებო, იმიტომ რომ კვერთხის ნათლია მომივიდა დასტის ძირზე და არ არის გამორიცხული, რომ ასე ყოფილიყო, მაგრამ ყველასთან ინდივიდუალურია, ჩემო კარგებო, ისე რომ გაითვალისწინეთ ეს. ასეთ ენერგიებში იმყოფებით, თქვენი თავი თუ გეცნოთ, ჩემო კარგებო, გააგრძელეთ ყურება და ვნახოთ, რა სიახლე შემოდის აგვისტოს ბოლომდე თქვენს ცხოვრებაში, ვინც ამ გაშლას უყურებს. ვისთვისაც რეზონირდა ეს გაშლა. რა სიახლე შემოდის აგვისტოს ბოლომდე თქვენს ცხოვრებაში? რა სიახლე შემოდის? რა სიახლე შემოდის? ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში რაც მინდა გითხრათ, თუ რაიმე დაფარული იყო ინფორმაცია, ან შესაძლოა ვინმე მანიპულირებდა თქვენით რაღაც ინფორმაციას, რაღაცას გატყუებდათ, ერთი სიტყვით ეს ყველაფერი გაიშიფრება და გაირკვევა. და ამას გაიგებთ. რაღაც ახალი ამბავი მოვა თქვენამდე, რომელიც ყველაფერს ნათელს მოფენს და ყველაფერში გაირკვევით ერთი სიტყვით. ეს დაკავშირებული იქნება სწორედ იმ ცვლილებებთან, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მოხდა უკვე, ჩემო კარგებო. ეს დაკავშირებული იქნება იმ ნგრევასთან და იმ გულისტკივილთან, რაც გქონდათ და ეს რის გამოც ამ მომენტისთვის შესაძლებელია დაკიდებული კაცის არკაში, ანუ მსხვერპლად გრძნობთ თავს, სწორედ ამის გააზრება და ამის შესახებ მოვა ინფორმაცია თქვენამდე, ჩემო ძვირფასებო. კი, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რაღაც მნიშვნელოვანს გაიგებთ, მნიშვნელოვან შეტყობინებას მიიღებთ აგვისტოს ბოლომდე, რომელიც ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს. შესაძლებელია ზოგიერთთან ეს იყოს რაღაც შეთავაზება, ჩემო კარგებო. შეთავაზება, რომელსაც ან წინადადება, ან რაღაც სიახლე, რომელსაც ელოდებით, ზოგიერთთან შესაძლებელია გზასთან იყოს ეს კავშირში, ჩემო ძვირფასებო, აუცილებლად საჭირო ინფორმაციას, რომელიც თქვენს ცხოვრებასთან არის კავშირში, რომელიც იმ უსიამოვნებასთან, რაც გადაგხდათ, ამასთან არის კავშირში და ასევე გზასთან, ჩემო ძვირფასებო. ანუ ორი ვარიანტი, ორი ფაქტორი გამოიყოფა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ გზასთან კავშირში, რაც აუცილებლად მიიღებთ ინფორმაციას გზასთან დაკავშირებით და იმ ინფორმაციას, რომელიც რაღაც ტყუილს, რომელიც აქამდე ტყუილი იყო ინფორმაცია, არ ვიცი ვინმე გატყუებდათ თუ რაღაც არა თქვენს მიმართ ხორციელდებოდა რაღაც ტყუილი, ხო, შვიდიანი ხმალი ამოვიდა პირველი არკანი აქ რაც გავხსენი. ამას მოფენს ნათელს და ამ ყველაფერში გაერკვევით ერთი სიტყვით და როგორც უკვე გითხარით, ზოგიერთმა შესაძლებელია გზასთან დაკავშირებით მიიღოთ რაღაც ინფორმაცია, ან საბუთი, ან რაღაც, არ ვიცი, ერთი სიტყვით ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გზასთან არის დაკავშირებული და რომელიც თქვენს ცხოვრებას კარდინალურად შეცვლის, ხო, ძირეულად შეცვლის, ყველაფერს შეცვლის, ყველაფერი ძველი დასრულდება. ანუ ტრანსფორმაციის არკანი ამოვიდა. ის ინფორმაცია, რომელსაც გაიგებთ აგვისტოს ბოლომდე, თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ეს ყველა ეს ინფორმაცია ყველაფერს შეცვლის თქვენს ცხოვრებაში და იმ ეშმაკის არკანი გამეორდა იმ მიჯაჭულობიდან, რომელშიც იმყოფებით და რომელსაც ეწინააღმდეგებით აქამდე და გინდათ რომ გამოხვიდეთ აი რთული სიტუაციიდან, რაღაც манипуляციებიდან დააღწევთ თავს ერთი სიტყვით. ეს იქნება კი, ძალიან ბევრს ნერვიულობთ ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრს ფიქრობთ, შეიძლება ითქვას, რომ ღამეებიც არ გძინავთ, ბრაზობთ როგორც საკუთარ თავზე, ისე გარშემო მყოფებზე, მაგრამ თქვენ ყველანაირად ყველაფერს ნახეთ, იმდენი ის გამოვიდა, რა ქვია, ის ხუთიანი კვერთხი, საკუთარ თავში იპოვით იმის ძალას, რომ თქვენი თქვენ მიზანს მიაღწიოთ, თქვენი სიმართლე დამტკიცოთ და არ არის გამორიცხული, რომ აქ ზოგიერთი წავიდეს, საერთოდ გაერიდოს იმ ყოფას, არც გამორიცხავ იმას, რომ შესაძლებელია მოისურვოთ საერთოდ წასვლა ქვეყნიდანაც, იმის გამო, რომ
უკეთესი მომავალი, უკეთესი პირობები შეიქმნათ და უკეთესად იგრძნოთ თავი ერთი სიტყვით. აი ეს იქნება სიახლე, ერთი სიტყვით აგვისტოს ბოლოსთვის, ვინც ძალიან მძიმე სიტუაციაში იმყოფებით ახლა და გინდათ აი ეს გამოხვიდეთ აი ამ მდგომარეობიდან. ფიქრობთ გზაზე, ფიქრობთ ერთი სიტყვით იმ ყველაფრის დასრულებაზე, აუცილებლად მიიღებთ თქვენთვის საჭირო ინფორმაციას, დახმარებას, გვერდში დგომას, რომლითაც თქვენ ამ ყველაფერს შეძლებთ, ჩემო ძვირფასებო და მე ერთი ის გადამრჩენია, რომ გისურვოთ წარმატება, გისურვოთ ის რომ გამოხვიდეთ აი ამ დროზე დაასრულოთ ის პერიოდი, რთული პერიოდი, ფიქრებითაც აღარ იფიქროთ საერთოდ მასზე და წარმატებებს გისურვებთ და წინსვლას ცხოვრებაში. სულ ეს იყო დღევანდელი გაშლა, მე მაინტერესებს ვისთან როგორ რეზონირდა, გამომეხმაურეთ ჩემო ძვირფასებო და მადლობა.